მოგეხსენებათ, რომ გუშინ ჩვენ საუბრობდით იმ არნახულ ზეწოლაზე, რომელიც ხორციელდება ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული ცენტრებიდან. გუშინ ოფიციალურად პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება უკრაინელების მიერ აი ამ შემოტანილ ასაფეთქებელ ნივთიერებებზე. ეხლა რახან ეს გარკვეული გზა ათვისებული აქვს უკრაინულ მხარეს, დიდი ალბათობით ეს მარშრუტი კიდევ განმეორდება. ჩვენ არ უნდა გამოვრიცხოთ ის, რომ კიდევ ექნება ცდელობა ასეთი ასაფეთქებელი ნივთიერებების შემოტანისა. თქვენ ატყობთ რაზე მიდის ჩვენი მტერი, რომ საქართველოში განახორციელოს ტერაქტები. ეს პირველ რიგში თქვენ უნდა იცოდეთ, რომ დიდი ალბათობით ოპოზიციის ლიდერების მიმართ იქნება გამჭვირვალე, რომ მე შემდგომ ისრები სხვაგან იქნეს გადამისამართებული. მე არ ვიცი ამ უკრაინის დროშას რა სინდისი და ნამუსით კიდებენ დღეს სხვადასხვა სტრუქტურების შენობების თავზე, როდესაც ეს უკრაინა ებძვის ქვეყანას და ცდილობს, რომ უდანაშაულო ხალხი იქნას დაღუპული. ეხლა ტერაქტი ბოდიში და ქათმების და ღორების დასახოცად კი არ მოდის, აქა ის ასაფეთქებელი ნივთიერება, მოდის ადამიანების დასახოცად. და მე ჩვენ რატო უნდა გქონდეს ამ ქვეყანასთან მე ვერ ხვდები ის ურთიერთობა, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ აქ კიდე ჩვენ დახმარებები და რევერანსები განვახორციელოთ და მათ რაღაცა ხარდაჭერა აღმოუჩინოთ. არის საშიში სიტუაცია, მეგობრებო. უკრაინას დიდი გამოცდილება აქვს ტერაქტების მოწყობაში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. მათ მიერ იქნა ლიკვიდირებული არაერთი მაღალი თანამდებობის პირი, როგორც რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე რუსეთის ფარგლებს გარეთ. და მათ თუ განზრახულობა აქვთ იმისა, რომ საქართველოში დაიწყონ ტერაქტები, ეს არის განგაში საფუძველი. დღეს ჩვენ ამ თემებზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმრებთან ერთად და ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება ჩართვით პროფესორი ბატონი დიტო ჩუბინიძე. მოგესალმებით ბატონო დიტო. სალამშვიდობისა, მოგესალმები სეზონის ერთგულ მაყურებელს დიდი პატრიოტიზმით. გამარჯობა. ჩვენ ვისაუბრეთ სტუდიაში გახსოვთ ალბათ აი ამ უკრაინელების მიერ შემოტანილ ნივთიერებებზე და გუშინ გაკეთდა განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, ასევე აი ამ განხორციელებულ დივერსიულ აქტთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ თქვენ, რამდენად რეალურია საფრთხე იგივე განხორციელდეს და კვლავაც იყოს მცდელობები ამ ნივთიერებების შემოტანის? კიდევ ერთხელ მინდა დიდი პატრიოტიზმით მივესალმოთ ჩვენს ერთგულ მაყურებელს და მინდა მოგახსენოთ, რომ ეს არის უაღრესად საშიში პრეცედენტი ამ ორი ქვეყნის, ორი ხალხის ურთიერთობაში, იმდენად რამდენადაც უკრაინა ასე თუ ისე ჩვენი მეგობარი სახელმწიფო იყო ყოველ დროში, მაგრამ ამ ბოლო ხანებში, მას შემდეგ რაც ყოველ შემთხვევისათვის ეს სექტა, ეს უჯიშოთა სექტა მოიყვანეს Deep State-მა მოიყვანა უჯიშოთა სექტა უკრაინის ხელისუფლების სათავეში, იმის შემდეგ და ქვეყანა ჩაერთო ომში რუსეთთან, იმის შემდეგ საქართველოში გამუდმებით ისმის მოწოდებები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენისა და რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ომში ჩაბმის შესახებ. თავიდანვე, როდესაც 2012 წლის 1 ოქტომბერს ნაცსექტა არჩევნებში დამარცხდა, ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ სააკაშვილი და მისი ხროვა სადმე რომელიმე ქვეყანაში იპოვიდა თავშესაფარს, მაგრამ საკვირველებო ასეთი ქვეყანა აღმოჩნდა უკრაინა, სადაც მეორე რიგის უმაღლეს თანამდებობებზე და ხშირად პირველ რიგშიც სწორედ ეს ნაცხროვის აღიარებული ლიდერები, ცნობილი რაიხსმარშლები, რაიხსფიურერები და წამებლები და ადამიანების გამაუპატიურებლები ჩაათვლიეს მაპატიეთ ამ გამოთქმაზე და დანიშნეს უმაღლეს სახელმწიფო პოსტებზე. თქვენ მოგეხსენებათ კარგად, რომ ზურაბ ადეიშვილი, რომელიც ფაქტობრივად იყო რეჟიმის ბურჯი და სააკაშვილი მის გარეშე საჭმელსაც კი არ ჭამდა, დღეს უკრაინის პროკურატურას ფაქტობრივად თავიდან ბოლომდე აკონტროლებს და საერთაშორისო შეხვედრებზე და ჰააგაშიც კი იყო მიწვეული
კაცი, რომელიც ესე იგი ჰააგის ტრიბუნალმა უნდა გაასამართლოს, ჰააგის ტრიბუნალზე იყო მიწვეული იქ რაღაცა ექსპერტად და ის თავისი აი ამ ვირთხის სათვალეებით ათვალიერებდა აგვირდებოდა სიტუაციას. აი ეს უმძიმესი ვითარება გვაქვს ჩვენ. იქ იყო ასევე სხვა დამნაშავეებიც. აი ეს ქალბატონი ხატია დეკანოიძე, ასევე უკრაინის პოლიცისტინად მოგვევლინა ჩვენ, უცხო ქვეყნის აგენტი. იგივე შეიძლება ითქვას ადეიშვილის საყვარელიძეზე, დავით საყვარელიძეზე. და რა ვიცი, აი ეს გია ლორთქიფანიძე, ლაპამპურის სპეცოპერაციის გმირი ბჭყალებში, რომელმაც მოაკოლევინა შესანიშნავი ქართველი ვაჟკაცი გვარად ჩოხელი, მან შემოიყვანა სწორედ ჩატაევი, სააკაშვილის ბრძანები და მან დადგა ის სპეცოპერაცია და ის სპექტაკლი და აი ეს ყველაფერი ფაქტობრივად აი ეს ხალხი, ეს დამნაშავე ხალხი ჩასული არიან, ჩაყვანილი ყავთ ახლა უკრაინაში და ბუნებრივია, რომ ეს გელი არ მოშლის მგლობასა, როგორც იტყვიან და ეს ხალხიც აკეთებს და აპირებს იმას, რასაც აკეთებდა მთელი ცხოვრების განმავლობაში და ჰექსოგენი შემოაგზავნეს ახლა საქართველოში, რომელიც როგორც სპეციალისტები მარწმუნებენ, ტროტილზე რამდენჯერმე უფრო მძლავრი ასაფეთქებელი საშუალებაა და ის არ საჭიროებს არანაირ პულსს და რაღაცა ელექტროდადენებს და გაყვანილობებს და მანიპულაციებს, გარკვეულ ტემპერატურაზე თავისითაც კი ფეთქდება და აქვს დამანგრეველი ძალა. ესე იგი, ფაქტობრივად ქვეყანა, რომელსაც ვიღაცები ეთაყვანებიან საქართველოში და რომლის დროშებსაც აფრიალებენ, თბილისში შემოგვიგზავნა ჩვენ დამანგრეველი ძალის ნივთიერება, ჰექსოგენი და ავლაბაში უნდა აფეთქებულიყო ეგა, თუ სად უნდა აფეთქებულიყო კიდე ცალკე თემა. აშკარად ჩანს გამოძიების მიხედვით, რომ ეს ჰექსოგენი უნდა მიეტანათ ბაჩუ ახალაიასთან, მისმა მეუღლემ, ქალბატონმა ანი ნადარეიშვილმა, აი ამ ანი წითლიძესთან საუბარში, ჩატში, პირდაპირ გათქვა, რომ მათ სახლში ნამდვილად აქვს პარლამენტის შენობის დიდი მაკეტი, ბაჩუ ახალაიას სახლში ნამდვილად არის და თუ ჩემს ქმარსო, ბაჩუ ახალაიას ხელს მოგიდებენო, მე ვიტყვიო დავასახელებ იმ პიროვნებებსო, რომლებიცო ნაცმოძრაობიდანო წარმოადგენდენო აგენტურასო, ჩანერგილები არიანო, ყველაფრიდან ჩანს, რომ შიგნიდან გასკდა ამბავი, შიგნიდან გაჟონა ინფორმაცია, თორემ მე ძალიან დიდი პატრიოტიზმის მიუხედავად სუსის ახალი ხელმძღვანელობისა და ადმინისტრაციის მიმართ მე ეჭვება, რომ ვინმეს ეპოვნა იმ მანქანებში ასე საგულდაგულოდ დამალული და ჩამონტაჟებული ჰექსოგენი, რომელმაც გამოიარა რუმინეთი, გამოიარა ბულგარეთი, გამოიარა თურქეთი, ნატოს წევრი 3 ქვეყანა, უძლიერესი სპეცსამსახურებით, ნატოს როიტყვიან სტრუქტურებით, სულგამაგრებული და მე მეეჭვება, რომ ეს ქართულ სპეცსამსახურებს აღმოეჩინათ, თუ არა შიგნიდან გახეთქილი სიტუაცია და კარგია, რომ ეს ასეც მოხდა. ასე რომ ჩვენ ვართ ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე. უკრაინა, რომელიც ისტორიულად ყოველთვის იყო ქართველების მეგობარი, უკრაინელი ერი, ეხლა ჩვენ გვექცა ფაქტობრივად მტრად, რომელმაც გამოგვიგზავნა დამანგრეველი ძალის ნივთიერება, რომ გადაებუგა ნახევარი თბილისი. აი ამასთან გვაქვს საქმე, რომ დახოცილიყვნენ ბავშვები, დახოცილიყვნენ ქალები, დანგრეულიყო შენობა და აი ამის შემდეგ ვინც კიდე უკრაინის დროშას აფრიალებს საქართველოში, მე არ ვიცი ის რას ფიქრობს და რა ჭკუასია. აი ეხლა რო რაღაცა მომხდარიყო, მაინტერესებს მე ეს ხალხი რას აპირებდა და სად აპირებდა ამ დროშების წაღებას. არა, ეხლა აგერ ზელენსკი აკეთებს განცხადებას, ყველამ უნდა შეწყვიტოს მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრი და მეტი უნდა იფიქროს უკრაინაზე. ესე იგი, თურმე ეხლა ჩვენ უნდა ვიფიქროთ უკრაინაზე, როგორ მოახდენს ის ტერაქტს საქართველოში. აი ეს არის თურმე ჩვენი საფიქრა. გასაგებია, ნუ ესე იგი, რომ ამას წარმოუდგენელი აქვს, რომ ესე დედამიწის ღერძი თურმე არის უკრაინა და მთელი დედამიწა ტრიალებს ესე იგი უკრაინის გარშემო. დაღუპეს ქვეყანა ამ ზელენსკიმ და ნაძირალებმა და სხვათა შორის ახლა ზელენსკიზე ფილმს იღებენ საქართველოში, რო იცოდეთ თქვენ და ეს სააკაშვილის ეს მთელი ეს სექტა, მათ შორის ლანა ღოღობერიძეც, ეს სისხლიანი ქალი, რომელიც ვერ გაძღა სისხლით და ვერც მამამისი შვილი ლევან ღოღობერიძის ქალიშვილი ვერ გაძღა ქართველი ხალხის სისხლით და ეხლა ზელენსკიზე იღებენ ფილმს
და მოკლედ პრეზენტაციები და მთელი ამბები აქვს და ის ლანა ღოღობელიძე და მთელი ეს აკაცუკები ჩართული არიან ამ სიტუაციაში. მოკლედ ჩვენ ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე ვართ, ვიფასო მეგობრებო და მე მინდა ქართულ ხალხს მივმართო, რომ რაღაცნაირად მაქსიმალურად მოვახდინოთ ჩვენი ყურადღების კონცენტრაცია, ძალების მობილიზება, რომ რაღაცნაირად ეს ქვეყანა სილასა და ქარიბდა შორის გამოვატაროთ. ჩვენ საქმე გვაქვს აგენტურასთან, რომელიც პირდაპირ მოწადინებულია, რომ ქვეყანა შიგნიდან აფეთქდეს, საქართველოს ჩაითრიონ იმ უბედურებაში, რასაც ქვია რუსეთ-უკრაინის ჯახი და შემდეგ აი ამ არეულობის გამუბედურების ფონზე მოახდინონ სახელმწიფო გადატრიალება და მოათრიონ ხელისუფლებაში ის ძალები, რომლებიც პირდაპირ წარმოადგენს Deep State-ის აგენტურას. და ჩვენ ვიცით, ხედავთ ამ ხალხს ვინ არიან ეს ხალხი რა. მიხეილ სააკაშვილი და მთელი მისი რო იტყვიან ეს უკაცრავული პასუხია და გეი ბორდელი. აი ეგ ამათი დაბრუნება უნდათ ქართველებო და ყველანი უნდა ვიყოთ ფხიზლად. იმიტომ რომ მე ახლა აქ თუ რაღაცა პინტიხი გავარდა და თუ ვიღაცა მოკვდა, ღმერთმა ყველას ჯვარი წერია და ღმერთმა ყველა კარგად წაყოფოს, მე უკვე ძალიან ძნელი იქნება ვინ არის დამნაშავე, ვინ არ არის დამნაშავე, ვის უნდა ამის გაკეთება, ვის არ უნდა ამის გაკეთება. ამიტომ მე მაინც მინდა მივმართო ბატონ მამუკა მდინარაძის, რომ დაუდასტურო ჩემი პატივისცემა და მადლობა მინდა გადაუხადო სუსის თანამშრომლებს, რომ მათ ფაქტობრივად ტერაქტი აღკვეთეს, მაგრამ 100 თვალი და 100 ყური გამოისხეთ. საქართველოს დგას თქვენს უკან, საქართველოს არის თქვენს წინ, საქართველოა თქვენს გვერდით და გადაარჩინეთ თქვენი ოჯახები, გადაარჩინეთ ჩვენი ოჯახები და ერთად ყველამ გადავარჩინოთ ჩვენი სამშობლო. ასე არა, ას ვიზამთ. ტრობა მოსდევს და შინაური გამცემლობა მოსდევს ამ ქვეყანას და ამას ჩვენ ვერ ვიშორებთ. აი უბსოვარი დროიდან მოყოლებული ეს ასე ყოფილა და სამწუხაროდ ასე გრძელდება. ვერაფერს ვერ ვშვებით ჩვენ ბატონ ნიკოლოზ. ეს არის მოგალატეთა ტექსტი. ეხლა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აიგერ მარგარეტა გრეგოროვამ გააკეთა განცხადება, აგერ გააკეთა ევროკავშირმა, რომ ჩვენო მოვითხოვთო პოლიტპატიმრების განთავისუფლებასო, ესენი პოლიტპატიმრებაც მიიჩნევენ იმ ხალხს, ვინც ნაცხრობის წარმომადგენლებია და ასევე უვიზო რეჟიმიო გაგიუქთებათო. ეს იქნება მათ ისინი ფიქრობენ, რომ აი ეს უვიზო რეჟიმის გაუქმება იქონიებს გავლენას მუხტის აწევაზე საზოგადოების. და რაღაცა გარკვეული დოზით მართლა იმოქმედებს, იმიტომ რომ ამ უვიზო რეჟიმს აქვს რაღაც გარკვეული ეფექტი საზოგადოებაზე, ბევრი სარგებლობს და შეიძლება მართლაც გამოიყოს შედეგი. კი ბატონო, ეს აქვს რო ითხრენ, აი ეს ბოლო გასროლა აქვს დარჩენილი, იმიტომ რომ რაღაცნაირად პროვოცირება, პოლიტიკური პროცესების პროვოცირებისთვის, აი ეს ბოლო გასროლა აქვს დარჩენილი, იმიტომ რომ ვერაფერი ვერ ქნეს ძალიან დიდი მცდელობის მიუხედავად, უამრავ მილიონები აქვს დახარჯული, ასეული მილიონები აქვს დახარჯული და ვერ გააკეთეს ის, რაც ჰქონდა დაგეგმილი. კერძოდ საქართველოს ომში შეთრევა და რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა, არა მარტო საქართველოში, სრულიად კავკასიაში, იმიტომ რომ საქართველო არის კავკასიაში ერთადერთი სახელმწიფო ძვირფასო მეგობრებო, რომელიც კავკასიის ყველა სახელმწიფოს ემეზობლება. ჩვენი უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე საქართველოს, იმიტომ იყო ისტორიულად საქართველოს, იმიტომ უწოდებდნენ კავკასიის მზეს. აი როგორც მზის დისკო არის ცენტრში და მის გარშემო ბრუნავენ დანარჩენი პლანეტები, აი კავკასიის მასშტაბით თუ გადმოვიტანთ აი ამ სისტემას და თუ განვიხილავთ, საქართველო არის მართლაც შუაგული. კავკასიის მზე არის და მის გარშემო არიან პატარ-პატარა თუ მოზრდილი სახელმწიფოები, ეს კავკასიური ავტოქტონი თუ არაავტოქტონი სახელმწიფოები, იქ ადიღეი იქნება, ჩერქეზეთი იქნება, ყაბარდო-ბალყარეთი იქნება, ალანები, ოსები იქნებიან, ინგუშები იქნებიან, ჩეჩნები იქნებიან, დაღესტანი იქნება, აქეთ აზერბაიჯანი, ქვემოთ სომხეთი, იქეთ სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით თურქეთი. არც ერთ სხვა დანარჩენ სახელმწიფოს არ აქვს ეს უპირატესობა, საქართველოს აქვს, მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ყველა კავკასიური სახელმწიფოს თუ სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის თუ ავტონომიური ერთეულის მეზობელი არის. დანარჩენს ეს უპირატესობა გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე არ აქვს და ერთადერთი ვართ ჩვენ, ვისაც გვაქვს ზღვაზე გასასვლელი. ხო და აქედან გამომდინარე ძალიან აწყობთ საქართველოს ჩათრევა ამ უბედურებაში.
და იმიტომ იყო რომ ის კელი დეგნანი ის ხვალე დახატული ეშმაკი ის ხალი ამერიკის ელჩი რომ დაოთხილი დაგბოდა და იუვარდა იქ ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და წელი 3 საათნახევრის განმავლობაში როგორც აი თანამედროვე ქართულით თომას ქართული ქვია უბრალოდ ჩიკორტულით ვიტყვით ხოლმე ეკაჩავებოდა რომ საქართველოს ომში ჩაეთრიათ და ეს გეგმები დღესაც ძალაშია ეს სქემები დღესაც ძალაშია და აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვამბობ რომ 100 თვალი და 100 ყური უნდა გამოვისხათ რომ რაღაცნაირად აი ქვეყანა ამ დიდ განსაცდელს ავარიდოთ იმიტომ რომ მე უკვე ძალიან გვიან იქნება იმიტომ რომ საქართველოს დაკარგავს ტერიტორიებს მოხდება გენოციდი კიდევ ერთხელ ქვეყანა ხელსა და თვალსა და ხელშუა გამოგვეცლება და მე ჩვენ ვეღარ აღვადგენთ რა ვიცი ახლა თუ რუსულმა სამხედრო შენაერთებმა აქ სვეტი ცხოველი დაგვიბომბეს და ჯვარი და ალავერდი და ბაგრატი და გელათი და რატო უნდა დაგვიბომბოს რუსები არაპირებენ არა ნუ ახლა თუ ომში შეხვალ დაგიბომბავს აბა რას იზავს არა ნუ და ვარძია და გრემი და აღარ დარჩა არაფერი მაშინ ახლა ეს მაშინ დარჩენილა ეს არაბები აგერ იმაში კახეთში რომ ვენახებს ეპატრონებიან და წინარეხში რომ დაყიდიათ მიწები და მთელი ამბები და მაშინ წინწყალი და უკან მეწყერიო მე საქართველოს მიყვარს ქართველი ხალხი ჩვენი ტრადიციები ჩვენი კულტური ჩვენი ქრისტიანობით ჩვენი მართლმადიდებლობით ჩვენი რა ვიცი მენტალიტეტით და იმ მამაშვილობით და იმ დედაშვილობით და ის ბებიები რო გძიდნენ ჩვენ და ბაბუები რო გძიდნენ და აი ამითი და საწნახელში რო ყურძენი იწურებოდა და ქართველი კაცი რო უკაცრავად ქართველი კაცი რო შეეჭირა მართლმადიდებლობას თორე ეხლა აქ თუ სხვა ხალხი მოვიდა და ვიღაცები ეს ბრაჰმაპუდრა ხალხმა გადააშავა მთელი საქართველოს ჭირსაც წაუღია ესეთი ქვეყანა ვის რა თუნდა ეგეთ საქართველოს გასაგებია ეხლა ერთი რამე ეს წინაშე ვდგავართ ჩვენ და ამიტომ ცირეერი ვართ ჩვენ და აი ხა ჩვენ ნახეთ ძალიან დიდი ჭუა და გონება აი ბრიტანეთში იყო ფაქტობრივად მილიონამდე კაცი გამოვიდა მიგრანტების საწინააღმდეგო აქცია გაიმართა გერმანიაში ასევე ასეთი აქცია და მთელი ევროპა ფაქტობრივად არის ფეხზე დამდგარი ამ მიგრანტების წინააღმდეგ კაცო თუ ისინი ბრძოლობენ ჩვენც უნდა რაღაცნაირად უნდა ტრამპმა გააკეთა აგერ განცხადება რომ მიგრანტების წინააღმდეგ და ის აიტაცა მე ჩვენმა მედიამ და თუ ჩვენ ვიზიარებთ ევროპელების ტრამპის პოზიციას ჩვენც მოდით შევწყვიტოთ ეს უვიზო მიმოსვლა ამ აფრიკულ ქვეყნებთან აი ხა ის ნარკოტიკები რო შემოდის კაცო საიდან შემოდის ამ აფრიკული ქვეყნებიდან და აზიური ქვეყნებიდან შემოდის ხო ეს ნარკოტიკები თორე აბა ეხლა ვერ გავიგე რაღაცა ისეთი ხوار ციდან ხوار ცვივა მართლა რა და ეს რაღაც ზომებია კუთხით გასატარებელი მე მგონი თუ რაღაცა მიგრაციის სამსახური აშკარად ცოტა გააქტიურებულია მაგრამ ეხლა ის 22 და 30 კაცის გაძევება ყოველდღე ქვეყნიდან ეგ არაფერი არ არის 30 გააძევებენ 70 შემოდის და 100 შემოდის და მეტი კიდე ამიტომ აქ არის რაღაცა სისტემური პრობლემებია აი როგორ არის იცი კომპლექსურად არის ეს საკითხი გადას პირველ რიგში რა პირველ რიგში ის რომ ბინადრობის უფლების მოპოვება უნდა გახდეს უმკაცრესი უმკაცრესი უნდა გადაიხედოს ეს საკითხები საერთოდ მე იქ ძალიან საინტერესო საკითხებია ბატონ ნიკოლოზ ახლა თქვენ იურისტით ძანდებით და მე რაღაც იურიდიულ რეგისტრებში ვერ შევალ ვერ ვერკვევი კარგად მაგრამ თუ სახელმწიფო მოინდომებს ის გაყიდული მიწების უკან დაბრუნება შეიძლება კერძოდ გეტყვით რატო მე დაარწმუნებული ვარ რომ თითოეული გაყიდული მიწის ნაკვეთის უკან არის კორუფციული გარიგება როგორც ახლა მაგალითად ცეთავთიანეთის გუბერნატორის მოადგილე დაიჭირეს რომ სასოფლო სამეურნეობის სასოფლო სამეურნეო მიწას დანიშნულება რო შეუცვალეს და არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწად გამოაცხადეს აი ისი არის მიწების აბსოლუტური უმრავლესობა გაყიდული გარდა ამისა შესასწავლია აი ეს მიწები რო გაიყიდა სახელმწიფოს ბიუჯეტს ხაზინას ფული გადაუხადეს თუ ეს ფულები გადახდილი არ არის მაშინ ეს ხელშეკრულებები და ეს გარიგებები იურიდიულად ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს და საქართველოს სახელმწიფომ უნდა დაიბრუნოს ეს მიწები და ჩვენ ამის
უფლება გვაქვს, იმიტომ რომ კანონია დარღვეული და სისხლის სამართლის დანაშაულია ჩადანილი. მოგეხსენებათ თქვენ გადასახადების დამალვა დაჯადიხმედება და ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. მე ვარ დარწმუნებული, რომ აი ამ უცხოეთზე გაყიდული ქართული მიწების უკან იმალება დანაშაული. ყოველი კონკრეტული ფაქტის უკან და დამალულია გადასახადები. მიწის გაყიდვის შედეგად გადასახადი არ არის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი. თითოეული ეს ფაქტი უნდა იქნეს სკრუპულოზურად გამოძიებული და საქართველოს უნდა დაიწყოს დიდი ომი. ამას სჭირდება პოლიტიკური ნება. და მე ახლა ამას რასაც ვლაპარაკობ, ამას ვლაპარაკობ უპირველეს ყოვლისა ხელისუფლების იმ სტრუქტურების გასაგონად, რომლებსაც ევალებათ მსგავსი სამართლებრივი დავების წამოწყება. ეს არის უზარმაზარი პროცესი, ეს არის დიდი პროცესი და ეს პროცესი ქართულმა სახელმწიფომ უნდა დაიწყოს თითოეული გაყიდული მიწის მიმართ. ასე რომ თუ რა თქმია, თუ გულიგულობსო, ხადა ორივე ხელით იჭმებაო, თუ სახელმწიფოს ნება იქნება, ჩვენ გვიჩნდება თეორიული შანსი და პრაქტიკული შანსიც გვიჩნდება, რომ ეს გაყიდული მიწები დავიბრუნოთ. ჩვენ აუცილებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ესე იგი ეს მიწები დავიბრუნოთ, თორე მიწის გარეშე სახელმწიფოს რა აზრი აქვს? თუ ინდოელების, პაკისტანელების და არაბების და თურქების, ირანელების ხელში იქნა ქართული მიწა, მაშინ ქართველი კაცი არ წავიდეს. ქართულმა კაცმა რითი შექმნას, რითი მოიპოვოს პური ჩვენი არსობისა. ვინცის გულისთვის იკრავდა ქართველი კაცი თავს კაცო და ქართული მიწა ქართველი კაცის სისხლით არის გაჟღენთილი. ეხლა პაკისტანელები და არაბები თუ გავიხდნენ უბრალოდ, მაშინ რა გვინდა ჩვენ აქ? გადავჩენია აქ ჩვენი ადგილი ბუნებრივად აღარ იქნება, იმიტომ რომ ისინი იქნებიან აქ, ისინი მოვლენ. ილია ჭავჭავაძე წერდა ამის შესახებ, ილია ჭავჭავაძე აფრთხილებდა ქართველობას. ამის შესახებ ჩვენ გვაფრთხილებდა სახელოვანი ქართველი მამულიშვილი, სოციალისტ ფედერალისტთა ლიდერი არჩილ ჯორჯაძე, რომელმაც საერთო მოქმედების ნიადიგის თეორია შექმნა, მაგრამ ქართველებმა არ უსმინეს და ეს მარქსისტები გააფეთიშეს და ეს ნაძირალები და ეს არამტკითხე და უწიგნური და უცოდინარი ხალხი, როგორც ნოე ჟორდანია იყო და სულელი მიხა ცხაგაია. ანეკდოტი დადიოდა, რომ ცხაგაია გამოვიდა მიტინგზე და თქვა, რომ საბჭოთა კავშირის მოგეხსენება, რუსეთის იმპერია დედამიწის 1/6-ზე იყო გადაჭიმული და მოვაო დრო და წითელი დროშებიო, დედამიწის 1/6-ზე კი არა, 1/7-ზე, 1/8-ზე, 1/9-ზე აპრიალდებაო. იმდენად უწიგნური და გაუნათლებელი იყო, ეგონა რომ 1/6 იყო 1/7-ზე და 1/8-ზე მეტი. მოკლედ ამის თქმა მინდა, რომ უწიგნურობამ და უნიათობამ და უსამშობლობამ, უგერგილობამ დაღუპა ეს ქვეყანა ბევრჯერ და ეხლაც უნდა ვუყავთ. იმიტომ რომ ეხლა დღეს ვიღაცებს უკრავდნენ ტაშს ბათუმში და ამ დეველოპერებს და ამ დეველოპერებმა შემოუსიეს არაბები და პაკისტანელები საქართველოს და ამ სუსმაც ეხლა რა ხნას ყველაფერს სუსი ხო ვერ გააკეთებს. ქართველებს სინდის ნამუსიც უნდა გვეხოს. და იმ კაცთან, რომელმაც არაბები და პაკისტანელები შემოუსია საქართველოს და კორპუსები გააქვს ამ შავშავი ხალხით, არ უნდა დადგოს. უბრალოდ და ელემენტარულად ჩიქარ უნდა გასაგები. პროტესტი უნდა გამოუცხადო. მაღაზიაში არ უნდა მიყიდო და ერთრიოს თავისთვის ჩუმად თუ ხმაურიანად და იყოს და ხორივით დაიხჭოს თავის პულებში მარტო. გასაგები. აი ეგრე მიმაჩნია. გასაგები, ბატონო დიტო, ეგ არის ქართველობა და ეგ არის სოლიდარობა და ეგ არის სამშობლო სიყვარული. კი ბატონო, დიდი მადლობა. მე ამით მინდა დაგემშვიდობოთ, საინტერესო იყო თქვენთან საუბარი, დაგემშვიდობებით, ამით წარმატებებს გისურვებთ. მომავალ შეხვედრას. დიდი მადლობა. კარგად წარმატებული ბედნიერად, დიდი პატივისცემა. კარგით, ბატონი დიტო ჩუბინიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი და მე მინდა ერთი რამ გითხრათ, რომ მართლაც პრობლემები ამ მიმართულებით არის დასაძლევი და ასევე ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ჩვენ ქვეყანაში, რომელსაც ჩვენ უსვამთ ხაზი და მე მგონი, რომ ასე აქტიურად როგორც ჩვენ უსვამთ, არავინ არ უსვამთ, ეს არის ზონდერ ფაშისტურ ფემინისტური სექტის აი ეს გარკვეული შემოტევა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, როდესაც ჩვენ დავდეთ მაგალითად აი ეს მონაცემები, რომ 13000-ზე მეტი განქორწინება მოხდა, როდესაც ამ ოჯახები ინგრევა, როდესაც კაცებს აჭერინებს ქალები, იმიტომ რომ მათ აი ესე უნდათ და არანაირი მტკიცებულებები ამისთვის არ არსებობს, ინგრევა ოჯახი, აჭერინებენ კაცებს
და მამაკაცების 80% ქალთა მიმართ ძალადობაზე არის დაჭერილი და აქედან არ ვიცი მე დიდი ნაწილი მე მგონია რომ რაღაცა გარკვეულ ეჭვებს აღძრავს. მე არ ვიცი ყველა ანგელოზია მეთქი, მაგრამ დღეს მიდის მასობრივად ბზონდერ ფაშისტურ ფემინისტური სექტის გარკვეული დიქტატი ქვეყანაში და მე მინდა შეგახსენოთ რომ პარასკევს ანუ ხვალ ჩვენ ეთერში გავა სპეციალური ფილმი რომელიც ეძღვნება ერთი პატიოსანი და ერთი ძალიან ისეთი წარმატებული ბიზნესმენის მიმართ შეტევაზე რომელიც განხორციელდა სწორედ ამ ზონდერ ფაშისტური ფემინისტური სექტის მხრიდან და აი ერთი ადამიანის გარკვეული кейსიდანაც ჩანს თუ რა დღეში იმყოფება დღეს ქვეყანაც და უბრალოდ წესიერი ადამიანები რომლებიც დაუცველები არიან ზონდერ ფაშისტურ ფემინისტური სექტის მორიგი თავდასხმა ამჯერად უკვე ქართულ ბიზნესზე ფემინისტური სექტა წარმატებული ბიზნესმენის განადგურებას იწყებს დიახ მეგობრებო, აი ამ პრობლემების დასაძლევად უნდა გავერთიანდეთ ყველა და ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში უნდა შეიქმნას არა გენდერული საბჭოები, არამედ დემოგრაფიული საბჭოები. ქვეყანას ჭირდება გამრავლება და არა ოჯახების ნგრევა და დაქცევა და განადგურება. დღეს ჩვენ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე უკვე სტუდიაში გადმოვინაცვლებთ ჩვენ სტუმართან ერთად პოლიტოლოგი ბატონი ჯუმბერ თავართქილაძეა ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით ბატონო ჯუმბერ. მეც მოგესალმებით და მე ვესალმებით ჩვენ საერთოდ ტელემაყურებელს. ბატონო ჯუმბერ, აი ახლა აგერ გავცელდა ინფორმაცია რომ ევროკავშირის გადაწყვეტილების შესაბამისად დიპლომატიური პასპორტებისათვის უვიზო მიმოსვლა ჩეხეთმაც გააუქმა. ინფორმაციას ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ Facebook გვერდზე გაავრცელა. ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტებისათვის უვიზო მიმოსვლა 2025 წლის 27 იანვარს შეაჩერა. ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებას ყველა წევრი ქვეყანა აღასრულებს. ეხლა დიპლომატიური პასპორტებით შეიძლება გვერდისავლით ისარგებლოს დიპლომატმა, აი მაგალითად ხო, მაგრამ თავად ეს გარკვეული ნაბიჯი მიანიშნებს იმას, რომ ნელ-ნელა უკვე ესენი წავლენ იქითკენ, რომ უვიზო მიმოსვლას მიმართულებითაც გადადგან ნაბიჯი. არ არის გამორიცხული, იმიტომ რომ როცა ახლა გვერდისავლით არ მინდა ეს დიპლომატიური პასპორტი ისედაც შევალ ევროპაში, უკვე ადგებიან და უკვე ამასაც იზამენ, იმიტომ რომ თან გვეუბნებიან, რომ გავაკეთებთ ამას ჩვენო. და ჩვენ გუშინაც საუბრობდით ამაზე და ფაქტობრივად აი მარყუჟები ის მოჭერა ხდება კისერს. აი გვახჩობენ უკვე რა ყველანაირად რა. უყურეთ ახლა ეს დაფინანსებები რაღაცა 2 კაპიკი დაფინანსება თავდაცვის იმას აძლევდნენ და რაღაცა იქ იყო რაღაცა ბიუჯეტებში მიდიოდა იქ მოგვიხსნეს. და ახლა აძლევენ ამას NGO-ებს. ხედავთ რომ ასევე არის ისეთი მუდმივი რიტორიკა ჩვენი ქვეყნის მისამართი. როდესაც ახლა საელჩო აკეთებს განცხადებას, ეს ქვეყანა აცხადებს და აი ვინმეს ახლა დიდი ინვესტიციები რა თქმა უნდა არ მოდის ევროპიდან, მაგრამ აი ვიღაცას რო აქვს სურვილი ვიღაცა მაგალითად მაიკლ ჯონსონს ან ვიღაცა კენ დუგლას რო ჩადოს აქ რაღაცა ღვინის ქარხანა უნდა გახსნა. აღარ გაკეთებს ამას, იმიტომ რომ მისი ქვეყნის საგარეო უწყება რო იძახის რომ აქ საქართველოში არადემოკრატიული არის ხელისუფლება, აღარ ჩამოვა აქ. აღარ ჩადებს ინვესტიციას. ეხლა ჩვენ ვლაპარაკობდით რომ ინვესტიციები ბევრი არის, აი გუშინ ეხლა ერთი იტალიიდან ჩამოვიდა ერთი წარმატებული ბიზნესმენი, რესტორნების ბიზნესი აქვს ფათაშორის, კაი ქართველია ერთი და აი ჩავიდა იქა კახეთში, აი გერმანელებს აქვს გაკეთებული საწარმო რა, ღვინის რა. ხო და ეგეთი საწარმოები უკვე აღარ შეიქმნება, როდესაც ასეთი პოზიციები იქნება საგარეო მიმართულებით. აი ეს ესეთი წნეხი უნდათ რომ აი ესედაც რაღაცა პატარა რომ რაღაცა ფართხალებს ჩვენი ეკონომიკა, იქ უნდათ რომ ისიც მოახჩო. ბატონო გროს მე გუშინაც თქვენ და დღესაც მინდა გამიმეორო რომ თავისუფლებას სერდება მსხვერპლი და ჩვენ უნდა გავითავისოთ ერთი რამ. ჩვენ გქონია უვიზო მიმოსვლა ევროპაში და შიგნით საქართველოში გქონია ომი. არ მგონია რომ ეს სწორი იყოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ საქართველოს კიდევ ერთ ომს ვეღარ გაუძლებს, ვეღარ გადაიტანს
გაქრება ერიც და გაქრება სახელმწიფოებრობაც. ამიტომ საზოგადოებამ უნდა აერჩიოს უვიზო მიმოსვლა იმ მართლაც არატრადიციულ ორიენტაციის საზოგადოებასთან თუ საქართველოში მშვიდობა. ის რომ ჩვენ დღეს ევროპა გვახრჩობს, მე მირჩევნია დავიხრჩო ვაჟკაცურად, ვიდრე დავღუპო სამშობლო და ქვეყანა. მე მირჩევნია რომ ჩემი ოჯახი და მომავალი თაობა იყოს ბედნიერი, ვაჟკაცური და მე როგორც მშობელი ბედნიერი ვიქნები თუ საკუთარ თავს გავწირავ მათი მომავლისათვის და მათი ბედნიერებისათვის. ის რომ ევროკავშირი ჩვენი მეგობარი არც ერთი წუთი არ ყოფილა ამ 35 წლის განმავლობაში, ეს ხო ფაქტია, უკვე მტკიცდება. 35 წლის განმავლობაში მეგობრებო, ერთ და იგივე წრეზე გვატარებდა ეს ხალხი. ერთ და იგივე წრეზე გვატარებდა და 35 წლის განმავლობაში ევროპელებს ერთი რაიმე ღირებული საწარმო არ შეუქმნიათ. არ შექმნილა მათი ფულით, არც ამერიკის ფულით, არ შექმნილა. ისინი გვაწვევდნენ დახმარებას, ხოლო და ხოლოდ იმ რაოდენობის დახმარებას გვაწვდიდნენ, რომ გაგვეცა ხელფასები, გაგვეცა პენსიები და გაგვებედნიერებია მათი აგენტურა საქართველოში. მათ მიაღწიეს ეს. დღეს ერთ-ერთი უძლიერესი აგენტურა ყავს ევროპას და ამერიკას საქართველოში ჩვენი ვითომ და არასამთავრობო ორგანიზაციების სახით. ესენი არის ნომერ წმინდა პირველი სამშობლოს მოღალატები, გიგაურები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ბატონმა დიტომ ძალიან სწორად აღნიშნა ის ფაქტი, რომ ჩვენ უნდა გავიაროთ მეწვის ხიდზე. კიდე ერთხელ ვიმეორებ ჩემო ტელემაყურებლებო, ჩემო თანა ერელებო, საქართველოს მოქალაქეებო. ჩვენს ხელთა აქეთ არის უვიზო მიმოსვლა, აქეთ არის ომი. ჩვენზეა დამოკიდებული, რომელს ავირჩევთ. მე პირადად სულ არ მაინტერესებს და ყოფილვარ ბევრჯერ და ვერაფერი ისეთ ღირებული ვერ მინახია იმ ევროპაში. რომ ომი და უვიზო მიმოსვლა ავირჩიო. ესე იგი ზოგიერთ ავადმყოფს ბატონო ჯუმბე ზოგჯერ რაღაცა თავიანთი ბინძური მიზნების გასამართლებლად და რაღაცა იდეოლოგიის წასამართლებლად ამოჭრიან ხოლმე რაღაცა ჩვენ გამონათქვამს. მეც იგივეს ვიზიარებ, რომ ეხა უვიზო მიმოსვლისთვის ჩვენ არ უნდა გავცვალოთ ჩვენი ქვეყანა და სუვერენიტეტი, მაგრამ უყურეთ რა ხდება. მე მყავს უამრავი ადამიანი ჩემს საახლობლოშიც, რომლებიც წარგებლობენ აი ამ უვიზო მიმოსვლით იმ მიმართულებით, რომ აი მაგალითად საფრანგეთში ძალიან ბევრი წავიდა სამკურნალოდ. საფრანგეთი უფინანსებს მოქალაქეებს. ჩვენ როდესაც ევროპაზე ვლაპარაკობთ, იქ ბევრი რამე კარგიც არის. ის კარგი არ გადმოგვაქვს ჩვენ თორე ცუძის გადმოღებაში ვართ დიდოსტატები. და კარგიც არის იმ ევროპაში და ის კარგი ის არის, რომ აი მაგალითად არის უფასო აი ეს სამედიცინო მომსახურება ჩვენი მოქალაქეების. როდესაც ეს ეხლა შეწყდება უვიზო მიმოსვლა, რა თქმა უნდა, ბევრი დარჩება ამის გარეშე. ბევრი ვეღარ წავა სასწავლებლად. და რა ვქნათ, გავწალოთ ომში? ერთი წამი მე ვამბობ, რომ ბატონო თქვენ დუცხარობთ. მე სხვა მithქვია რომ გავწალოთ მე. ეს გამოიწვევს პროტესტს უბრალოდ უყურეთ. აქ ამაშია საქმე. მე თქვი სადმე რომ უნდა გავცვალე, ხო? უბრალოდ ეს გამოიწვევს პროტესტს, იმიტომ რომ ადამიანებს, რომლებსაც ეხლა მე მაგალითად ჩემი ახლობელია და მილიონამდე დაждდებოდა ალბათ ის დაფინანსება, რომელიც დააფინანსა საფრანგეთმა. მეოთხე სტადია კიბო დაუდგინდა და ისარგებლა ამითი და დღესაც ცოცხალია და დიდი შანსია რომ გადარჩეს. ის ადამიანი ძალიან კარგი შანსი. ეხლა ეგ რო ყოფილიყო აქ საქართველოში განწირული იყო, იმიტომ რომ მაქელა ფულს ვერავინ ვერ ჩადებდა აქ. და ბევრი ამით სარგებლობს კიდე. ამიტომ მე როდესაც ვამბობ, ევროპაში ყველაფერი ცუდი კი არ არის, კაცო, კარგიც არის. იბრო ჩვენ არ გვიყვარს იმ კარგის გადმოღება. და ეს გამოიწვევს პროტესტს და ამიტომაც არის ჩვენ რო ვლაპარაკობთ, აი რა უნდა მოხდეს ამისათვის. შეხო ვამბობთ, რომ ეს არის საფრთხე. აი დივერსიფიკაცია რომ მოხდეს ბაზრის,
და იგივე დავწონოთ, შენ თუ რაღაცას კარგავ ევროპაში, უნდა შეიძირო სხვაგან, ხო? და ეს სხვაგან სად არის? რუსეთი, სხვა გზა გამოსავალი არ არის. ის რომ სამუშაო ადგილებს წაგართმევენ და იმ ევროპიდან გამოყრიან ქართველებს, აგერ უამრავი მშენებლობები მიდის რუსეთში, კაცო და ადექი და გაუშვი ის ხალხი იმაში, რა ქვია, რუსეთში მეტროები შენდება. რატო აქ ადგილზე შევქმნათ სამუშაო? არა, აქაც შენდება, აქ ეხლა ჯერჯერობით არ არის ისეთი პროცესი. აქ ეხლა მიდის ძირითადად ამ კერძო კორპუსების შენებლობას გარდა და რაღაცა ისეთი, მაგრამ უფრო ფართო მასშტაბებში სხვაგან არის. მე იმას გავიძახი, აქ არ იყოს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რუსული ბაზარი გამოვიყენოთ ამისათვის. ეხლა მაგალითად ბელორუსიამ დაკარგა უცხოური ბაზარი იმითი რა სანქციები. ლუკაშენკომ დაიწყო აზიისა და აფრიკულ ქვეყნებში სიარული, იმიტომ რომ იქ გაეყიდა თავისი პროდუქცია. ჩვენ უნდა მზად ვიყოთ, რომ დავდგებით ამ ფაქტის წინაშე, რომ ეს უვიზო მიმოსვლა შეწყდება ჩვენთვის ევროპასთან. აი ღმერთმა ქნას არ შეწყდეს, მაგრამ ხო დიდი შანსია რომ შეწყდეს. ჩვენ უნდა ვიყოთ ამისთვის მზად და მე არ დავიწყოთ ამაზე ვიშვიში და გოდება. ამიტომაც არის რომ ეხა ყველაზე უპრიანი, ყველაზე გამოსავალი არის რომ ჩვენ რუსებთან დავალაგოთ ამ ხრივ ურთიერთობები, თო საწარმოები, ფაბრიკები, ქარხნები მიბმული იყო ყოველთვის რუსეთზე. თუ შენ ეხა 1000 საწარმოც რო აშენო, ხვალვე დაიკეტება თუ ვერ გაასაღი, ხო, პროდუქცია. აი ახლა მაგალითად ბელორუსია 80% თავის პროდუქციას ასაღებს რუსეთში, ხო? აი ხა ავტობუსი, ტროლეიბუსი, სოფლის მეურნეობის პროდუქცია, საშენ მასალა, თქვენს გაქვთ ურთიერთობა ბელორუსთან, მე ვიცი რომ რაღაც გარკვეული ბიზნეს ურთიერთობები გაგაჩნიათ და არ ვიცი, აქითკენ უნდა წავიდეთ ჩვენ. იმიტომ რომ ხვალ უკვე გვიან, მოდი გავაკეთოთ ეს და როცა ეს ბაზარი გეკდება, შენ უკვე მართლა ვეღარ შეგიწყვიტავს ევროპა იმას, რა ქვია, უვიზო მიმოსვლა. ეხა რო იცის რომ გიჭირს აი ზუსტად იქ უნდათ რომ დაგარტყა, ხვდებით? ბატონო ნიკოლას ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინოს რუსეთთან. თუ დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან არ აღდგება, ვერც მტერს თუ არ დაველაპარაკეთ და ჩვენ არ გავიგეთ რომ მტერს რას სურს ჩვენსგან, მეგობრებო, ისე ვერ გავიგებთ რას სურს რუსეთს ჩვენსგან. მტერს უნდა ვესაუბროთ, მტერთან უნდა დავსხდეთ პირისპირ, არავის თანხლებით, მარტო პირისპირ უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ, რომ აი ვკითხოთ, რა სიტყვა ბატონო თქვენ აფხაზეთის სანაცვლოდ? რა სიტყვა თქვენ მაგალითად ოსეთის სანაცვლოდ? რა გნებავთ? და ეს მეგრე შიგნით საზოგადოებაში უნდა მოხდეს ამის განხილვა. საზოგადოებას კი არ უნდა დაუმალოთ მათი მოთხოვნები. მე საზოგადოებას უნდა განუმარტოთ, რომ აი აფხაზეთის დასაბრუნებლად მაგალითად რუსეთის ხელისუფლება თავაზობს აი ამ საკითხს. მაგალითად ნატოში არ გაწევრიანება. კი, მაგრამ ამ ნატოსთან ჯვარი ხო არა გვაქვს დაწერა, ჯერ ერთი ვინმე არ გღებულობს, ხო? ვინმე არ გღებულობს ამ ნატოში და ბატონო უნდა ვთქვათ, უნდა შევქმნათ ის საკონსტიტუციო უმრავლესობა და უნდა ამოვიღოთ კონსტიტუციაში არც ერთ ქვეყანაში მე არ ვიცი ახლა ყველა ქვეყნის კონსტიტუცია მართლა არ ვიცი, მაგრამ მე არც ერთ ქვეყანაში არ მეგულება რომ რომელი ისა ყოველ შემთხვევისათვის ისეთ დიდ სახელმწიფოებში არც რუსეთში არც ამერიკაში რომ ეწეროთ საგარეო კურსი ნატოში გაწევრიანება. მაგრამ ეს მოგვახვია თავზე სააკაშვილმა რომ ქულები ჩაეწერა ამერიკასა და ევროპის ლიდერების წინაშე. სად გაგონილა კაცო კონსტიტუციაში ჩაწერა რაღაც დროებითი გაერთიანება. დროებითი გაერთიანება ევროკავშირიც, დროებითი გაერთიანება ნატოც. ნატო შეიქმნა 56 წელს, 57 წელს იმის გამო რომ რუსეთს დაპირისპირებოდა ომის შემდგომ. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ. საბჭოთა კავშირის საპირისპირო და საბჭოთა კავშირმაც შექმნა რაღაც ვარშავის ხელშეკრულების საფუძველზე რაღაც კავშირი, რომელიც სოციალურ ხელისუფლება იმყოფებოდა. აღმოჩნდა რომ ეს იყო დროებითი და გაუქმდა 90-იან წლებში. მე დარწმუნებული ვარ ნატოს კავშირიც აუცილებლად დასრულდება და გაუქმდება
და დაიშლება 2030 წლამდე. ასევე ევროკავშირი. ჩვენ გვავიწყდება მეგობრებო ერთი რამ, რომ ევროკავშირი და ევროპა კარგი იყო და მიმზიდველი იყო 90-იან წლებამდე. მართლაც უძლიერესი იყო ევროპა, მათი ღირებულობა, ევროპული ღირებულობა იყო კონსერვატიული ღირებულობა 90-იან წლებამდე. და 90-იანი წლების შემდგომ ეს კონსერვატიული მიმართულებების მქონე პოლიტიკური ძალები აი ამ ლიბერალისტურმა არაადამიანურმა ძალებმა ჩააჩუჩეს კონსერვატულად მოაზროვნე პოლიტიკოსები და მოვიდნენ ხელისუფლებაში იმის გამო რომ გაერყვნათ, გააუბედურებინათ ევროპა და დაეკარგათ ევროპის ის ღირებულებები, რაც მათ 90-იან წლებამდე ჰქონდათ და ეს შეძლეს. ჩვენ და სამწუხაროდ შეძლეს. მე დიდი სიამოვნებით ვისურვებდი 90-იან წლებამდე არსებულ ევროკავშირში შესვლას. მაშინ მართალი არ იყო ევროკავშირი, მაგრამ რომ ყოფილიყო აი დიდი სიამოვნებით ვისურვებდი. მაგრამ არსებულ ევროკავშირში ნამდვილად არ ვისურვებდი შესვლას. და ის პრიორიტეტები მაგალითად ბატონმა ნიკოლოზმა რომ აღნიშნა დაფინანსებები ჯანმრთელობის კუთხით კი ბატონო ეს კარგია და რაღაც უვიზო რეჟიმის მიმოსვლა თუ შეგვიჩერეს ამით რა თქმა უნდა ამ კუთხით დარტყმას მივიღებთ მაგრამ თუ ჩვენ ამას გავცვლით მშვიდობაში აქეთ უარეს დარტყმას ვღებულობთ უარეს დარტყმა ის იქნება რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ საქართველოს ვეღარ გადაიტანს შემდგომ ომს რუსეთთან. გავკრებით როგორც ერიერად და ეს სახელმწიფოებასაც დავკარგავთ. მე მესმის ბევრი ჩვენი ტელემაყურებელი გამიბრაზდება. მაგრამ არჩევანი თქვენზეა, მეგობრებო, უნდა ავირჩიოთ. კი, ცუდია, რომ შეიძლება ჯანმრთელობის კუთხით ხელმისაწვდომი აღარ მქონდეს ევროპაში. მაგრამ უარესად ცუდია, რომ ერთი რამოდენიმე ბომბის ჩამოვარდნის შემთხვევაში დაიღუპება ათასობით ადამიანი. და გარდა ამისა, დავკარგავთ სახელმწიფოებრიობას და ამავე დროს, როგორც ერი, შეიძლება პოლიტიკური რუკიდან სახელმწიფოებრიობასთან ერთად გავკრეთ. ამისათვის ერთადერთი გზა ბატონმა ნიკოლოზიმ თქვა, რომ აი ვიღაცას და მესმის ეს ვიღაც არის რუსეთი. რუსეთთან ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენა ეხლა ძალიან კარგია, კარგი შანსი გვაქვს, რამე თუ რუსეთს ძალიან დაძაბული ურთიერთობა აქვს აზერბაიჯანთან, ძალიან დაძაბული ურთიერთობა აქვს სასომხეთთან და ეს ძალიან კარგ შანსს გვაძლევს მთლიანად ავითვისოთ ის ბაზის ტერიტორია, რასაც აკონტროლებდა აზერბაიჯანი და რასაც აკონტროლებდა სასომხეთი. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და გვჭირდება ეკონომიკის აღორძინება. ამ ქვეყნის აშენება არ არის დიდი პრობლემა, მეგობრებო. ძალიან პატარა ერი ვართ, ძალიან გონიერი ერი ვართ. ოღონდ გვჭირდება ნამდვილი თავისუფლება, დამოუკიდებლობა გვჭირდება ნამდვილი. ჩვენ გამოვიყევით საბჭოთა კავშირს, ვაის გავეყარეთ, უი შევეყარეთ. აღმოჩნდა, რომ გვეგონა ამერიკა და ევროკავშირის უკეთესი ვარიანტი იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ვაის გავეყარეთ, უი შევეყარეთ. 35 წლის განმავლობაში ამ ხალხს თითზე არ დაუკარებიათ საქართველოში, რომ რატომ არ შეიძლებოდა მაგალითად რომელიმე ავტომობილის ავტოკარხანა შექმნილიყო მათი დახმარებით. აი ეთქვათ მაგალითად ფერალზე, ან ეთქვათ მაგალითად ფორდზე, რომ აი ეს ქარხანა უნდა გადაავიტანოთ საქართველოში, დავასაკოთ ხალხი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არა ერთი საწარმოც არ შექმნილა. ის ღვინის საწარმოები, რაც
შექმნა მათი ინტერესებიდან გამომდინარე შექმნეს რომ მათ და მათმა პოლიტიკურმა ელიტამ მიირთვას ქართული სუფთა წმინდა ღვინო. თორე საქართველოს მოსახლეობისათვის არაფერი არ გაუკეთებია არც ამერიკის ხელისუფლებას და არც ევროპას. და იმ თანხებს, რასაც ჩვენ გავაწვდიდა დახმარების სახით, იმასაც უკარ ნახობდა მეგობრებო, თუ როგორ უნდა გაგვეკარგა ის თანხები, სად როგორ უნდა დაგვეხარჯა. ეკაგი გაურზე, რამდენი უნდა მეგვეცა, სოფლის მეურნეობაზე რამდენი უნდა დაგვეხარჯა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იმ თანხების თავისუფლად განკარგვის უფლებასაც კი არ გვაძლევდნენ, რომელსაც დახმარების თანხები ერქვა. ასე რომ დავაცრულოთ ჩემი საუბარი, მინდა რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გთხოვოთ, რომ დღეს როგორც არასდროს საქართველოს და ერი ქართველი ერი ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. შეიძლება მე არ მომწონს ჩვენი ხელისუფლების შიდა პოლიტიკური კურსი, მაგრამ მე ის მომწონს, რომ ის საკუთარ ამბიციებზე მაღლა აყენებს სახელმწიფოებრიობას და საგარეო პოლიტიკა არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. უფრო მეტი სიმკაცრით, უფრო მეტი გამბედაობით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დღეს ხელისუფლების მეკავშირე უნდა ვიყოთ ჩვენ, ქართველი ერი, საქართველოს მოქალაქეები, რამე თუ საგარეო პოლიტიკა დღევანდელ ხელისუფლებას აქვს სწორად აღებული და არავინ მოკავშირე არ ჭირდება მას, ჩვენ უნდა ვიყოთ ყველაზე ერთგული მოკავშირე ხელისუფლების, რომ ხელისუფლებამ ისაღებული კურსი გაიტანოს ბოლომდე. კი ბატონო, ეხლა მცირე სარეკლამო ჭრა გვექნება, ძვირფასო ტელემაყურებლებო, არ გადართოთ დარჩი ტელეკომპანია სეზონზე, მალე დაგიბრუნდებით. ის სიკეთეები და ბოროტებანი, რომელიც ობიექტურად თუ სუბიექტურად ვიგემეთ, რუსეთის იმპერიაში შესვლის შემდეგ, ისტორიის სასწორზაწონ დაწონა დიდმა ილიამ და რადგან სიკეთემ გადაწონა ბოროტება 1899 წელს დაწერა პუბლიცისტური წერილი 100 წლის წინათ, რომელიც რუსის ჯარის საქართველოში პირველად შემოსვლის იუბილეს მიუძღვნა. რადგან საქართველოს უგურგვინო მეფემ მხოლოდ დადებით კონტექსტში განიხილავს 100 წლის წინათ რუსეთის ჯარის შემოსვლას, საქართველოს რუსეთის მრავალკუთხოვან ურთიერთობებსაც, რომელიც წინ უძღოდა გეორგიევსკის ტრაქტატს, ილია ჭავჭავაძე, ქება დიდებითა და მადლიერებით მოიხსენიებს ერთმორწმუნე რუსეთს. 11 იანვარს 1798 წელს თელავში გარდაიცვალა ღრმადმოხუცებული სახელოვანი მეფე ერეკლე. საქართველოს სამეფო ტახტზე ავიდა მისი უფროსი შვილი გიორგი. საქართველოს დამარცხებული აღამ აჰმად ხანისგან მეფე ერეკლეს სიცოცხლეშივე ჯერ კიდევ ვერ იყო გამობრუნებული. დასუსტებული საქართველოს, რომელსაც მეფე ერეკლეს სიკვდილით რკინის კარი შეეხსნა, უფრო კარგია შეექმნა და ადვილად საცილობელი გაუხდა გარს შემორტყმულ მტრებს. ცალკე სპარსეთი, ცალკე ოსმალეთი ხმალამოღებულნი თავს ადგენენ დამარცხებულს საქართველოს და მუქარას მუქარაზე უთვლიდნენ. ერთსაც და მეორესაც სურდათ საქართველოს უხმლით არა მფარველობის სახით მაინც ხელთ ეგდოთ. თავისი საკუთარი ჯარები შიგ ჩაეყენებინათ და მაგრად მოეკიდათ ფეხი. გაძლიერება რუსეთისა, რომელმაც მაშინ საქართველოს საზღვრამდე მოაღწია, ჩრდილოეთის მხრით ერთსაც თავზარსას სცემდა და მეორესაც. ფეხის შემოდგმა რუსეთისა საქართველოში და მათი აბრუსგატეხა და თითქმის დაქვეითება დასავლეთ და მცირე აზიაში ერთი იყო. რუსეთისგან შიშს ეს ორი სახელმწიფო ერთად უნდა ემოქმედებინა, მაგრამ ასე არ მოუხდათ. სპარსეთს უნდოდა მარტო სჭეროდა საქართველო. ჯერ ვითარცა კარი რუსეთიდან აზიაში შემოსვლისათვის დასაკეტი და მერმერ ვითარცა გზა ოსმალეთის შესალახვრელი. ამასავე ლამობდა ოსმალეთი. ცალკე სპარსეთი, ცალკე ოსმალეთი ეტანებოდნენ ჩვენს ქვეყანასა, მაგრამ საქართველო ასე თუ ისე როგორც იყო იგერიებდა, ერთსაც და მეორესაც და არც ერთს არ ნებდებოდა. ამ ტანჯვა წამებით მოაღწია ამ პატარა ქვეყანამ, ამ ერთმა მუჭმა ერმა მე-18 საუკუნის დასასრულამდე, როცა გაძლიერებულმა რუსეთმა ფეხი მოაბიჯა ჩრდილო კავკასიის მთებს და წამებულმა საქართველომ რუსეთისკენ მიიხედა და გული მიიბრუნა, მაშინ უფრო გაუმძვინვარდნენ მტრები და ნამეტნავად სპარსეთი. აღამ აჰმად ხანის მოსევა და თავდასხმა 1795 წელს რუსეთთან საუბრის გამართვამ გამოიწვია და ოსმალოც ამ მიზეზმავე თავს წამოგვაყენა. ლეკნიც კი გაუთამამდნენ უღონოდ გმნილს მეფეს და ახალციხის ფაშის წაქეზებით ხანაკ იკლებდნენ ქვეყანას ხანიკ. გარდა ამისა, მეფის სახლობაშიც ყველაფერი აწაწილი და აშლილი იყო. ამ საქმეს საჩქარება უნდოდა.
ღვთისმოსავმა და ღვთისმოყვარე მეფე გიორგიმ რა თქმა უნდა ერთმორწმუნე რუსეთი ირჩია. ამას ეუბნებოდა წინაპართა ანდერძიცა, რადგან მის და მეფობის წინათაც ჯერ კიდევ 1576 წლითგან საქართველოს მეფენი ბევრჯერ გამოლაპარაკებიან რუსეთს და მისგან ხელშეწყობას და ხელის გამართვას მოჰლოდებიან. ქრისტეს ჯვარისთვის ჯვარცმულერს მეფემ ქრისტეს ჯვარისვე მოსავიერი მოიწვია, საშველად და მფარველად. მეფე გიორგიმ 1798 წელს სთხოვდა იმპერატორს, პავლეს 3000 რუს ჯარისკაცს, შეჭურვილს, სათანადო იარაღით და ყოველი სამხედრო კუთვნილებითა. იმპერატორმა პავლემ მოისმინა რა გაჭირვება მეფე გიორგისა და საქართველოსი და იუწყარა ახალი მუქარა სპარსეთისა, აწიოკება ქვეყნისა ოსმალეთისა და ლექთა თარეშისგან. სწრაფლ შეუდგა, რომ მეფე გიორგის გადაწყვეტილი პასუხი მისცეს. კავალენსკის გამოატანა იმპერატორმა პავლემ დამამტკიცებელი გრამოტა მეფე გიორგის სახელზე. ამასთან იმპერატორმა პავლემ გამოატანა კავალენსკის სამეფო სამკლაულები და სამეფო ნიშნები, ოქროს სამეფო გვირგვინი, შიგა და შიგ ძვირფასი თვლებით შემკული, თეთრი დროშა ორთავიანი არწუვითა, შუაგულში რუსეთის გერბი ჰქონდა, სამეფო ტახტი შვინდისფერი ხავერდით გადაკრული, ბრტყელი ოქრომკერდის არშიებითა და ოქრომკერდისვე დიდრონ ფოჩიებით მორთული და ამასთანავე სამი ბალეში. შუაგული ტახტისა ეჭირა საქართველოს გერბსა და აქეთ-იქიდან რუსეთის გერბებს. სამი ორდენი, ალმასებით შემკული. ყოველ ამას გარდა იმპერატორმა პავლემ გამოუგზავნა კავალენსკის ხელითვე ძვირფასი ნივთები მეფის ოჯახს. დასასრულ 19 ოქტომბერს 1799 წელს კნორინგმა ინახულა პოლკი. კმაყოფილი დარჩა და მეორეს დღისთვის ბრძანება მისცა. გასულიყო თერგსა და გზას შესდგომოდა. მეორე დღეს ბრძანებისაებრ პოლკი თავის ადგილიდან დაიძრა. გამოვიდა თერგს და წამოვიდა ტილისისაკენ. დიდი წვალება გამოიარა რუსის ჯარმა, რაკი კავკასიის მთებში შემოდგა ფეხი. ვიწრო აღმართდაღმართები, თოვლი და ყინვა, გაფუჭებული გზები და ზოგან სურსათის ნაკლებობა გახლდათ. ზარბაზნები და სხვა არტილერიის კუთვნილებანი ხელდა და ზურგით გადმოჰქონდათ ჯარისკაცებს, რადგანაც სხვანაირად ვერ ახერხდებოდა. როგორც იყო, ჯარმა ყოვლის დაბრკოლება სძლია. თბილისი დიდი სყოფით მოიკაზმა და მოირთო ჯარის დასახვედრად და მისაღებად. მთელი ქალაქი აიშალა და გარეთ უბანსა და ვერაზეთ გადავიდა და აქ ელოდებოდა ჯარის მოსვლას. მეფე გიორგი თვითონ წამოუძღვა ჯარს და შემოიყვანა თბილისში. ზარბაზნების სროლა, ზარების რეკა ამ დღესასწაულს აძლიერებდა და სიხარულის კიჟინა ერისა, მოძრაობა და თვითცრემლნი, ნამეტნავად დედაკაცობისა, აგვირგვინებდა იმ ტკბილად საგონებელ სურათსა და უტყუარ ერთგულებას ჩვენდამიერისას. მეფემ შემოსვლის მეორე დღესვე ჯარს გაუგზავნა 5 საპალნემდე ღვინო და 800 ცალი ხმელი თევზი. გარდა ამისა, რასაც სულუფად განწესებული იყო. სასოწარკვეთილმა მეფემ და ერმა ძლივს ნუგეშითა და იმედით გაიცოცხლა გული. მეფის კარიდან დაწყებული უკანასკნელ ქოხამდე სიხარულმა გაშალა თავისი სანატრელი ბრდა. სიხარულმა ხსნისამ ნუგეშისამ დიდი ხანია საქართველოს ამისთანა ბრწყინვალე დღე აღარ ენახა. შიში მტრისა ერთმორწმუნე ერის მფარველობამ გაუფანტა. ის დღეა და ეს დღე. ვეღარავინ გადმოლახა იგი საზღვარი ცეცხლითა და מחვილით ხელში და 26 ნოემბერს 1799 წელს კვლავ სასოება გაღვიძებული მეფე და ერი გულწრფელად მიენდო თავის მომავალსა დიდის რუსეთის მფარველობის იმედითა და ნუგეშით ბრთა შესხმული. ნუ დაეცემი, სურს ნუ იტანჯავ. დანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება. იფიქრე კარგი და დაინახავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. როგორც ისწავლის სამყაროს ხედვას, შენი ცხოვრებაც ისე იქნება. გულს ნუ გაიტეხ, გწამდე სუფალის და ყველაფერი კარგად იქნება. ტყუილ უბრალოდ ღელვა და შიში, განავერად ყოფ რომ არ გიხდება. ნუ შიშობ, უფლის სიწამე მარად და ყველაფერი კარგად იქნება. როცა ვარდები დეპრესიაში და შენი ტანჯვა ატყოფ იწყება, მაშინ მოუხმე თვითშთაგონებას, თქვი, ყველაფერი კარგად იქნება. რომც დაგარწმუნონ შენ ღუპები, შენი სიცოცხლის წუთი ითვლება, წმენას მოუხმე და შენი ხილავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. თუ უცოდვები გაქვს, სულით დაეცი, ღმერთი არ გტოვებს შენსკენ იხრება, ის მოწყალეა ყველა ცოდვილის და ყველაფერი კარგად იქნება. როდესაც სიმეც საზრი აღარ აქვს და შენი გული ბოღმით ივსება, ერთადერთია რაც გადაგარჩენს, თქვი, ყველაფერი კარგად იქნება. დიდი ნიჭია თავშეკავება, ნიჭით სიბნელე ნათლით იცვლება. როცა ამ ნიჭს ფლობ, შენ უკვე იცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
როცა ირწმუნებს სიტყვების ძალას და ეს სიტყვები შენთვის იფრქვევა, სხვებს აუხსენი და შთააგონე, რომ ყველაფერი კარგად იქნება. როდის იქნება, როგორ იქნება, როცა კითხვები გულში ისმება, ნუ უფიქრდები უაზრო კითხვებს. ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება. მე ცოდნი და უფერსი სრულიად საქართველოს პატრიარქი თოს შენდობას ყოველი ჩემი შესრულებისა მე შევთხოვ უფალს Ρομφόμα, Παντροχέτα σαν καφέλος θα συμμοτσάνε τουαλέτ. Αν πάντμινωσαν, ζήμες μουρίτ, ράτα γαλαβρζόνατ, ζαουπνίσα. Και μήνες, μα πατήρες τσέντ. Βέρτμαν შეგინდო, ნუ ვაგზელებთ მაუწყებლობა ზვირფასო ტელემაყურებლებო ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით ბატონი ჯუმბერ მთავართქილაძეა ჩვენი გადაცემის სტუმარი და ერთად საუბრობთ იმ გამოწვევებზე რაც არის ქვეყანაში და ერთი ფაქტია რომ ბრიტანეთმა მოახდინა მეფის რუსეთის ხელისუფლების დამხობა როდესაც ნიკოლოზ მეორე იქნა ჩამოგდებული ტახტზე შიგნიდან მოხდა მეფის რუსეთის ხელისუფლების ფაქტობრივად განადგურება. რუსეთის იმპერიას ვერავინ ვერ დაშლიდა, რომ არა შიგნიდან გარკვეული დივერსია, რომლის თანახმადაც შემდგომ სამეფო ოჯახი იქნა დახვრეტილი. ამ ყველაფერში მონაწილეობდა ბრიტანეთის დაზვერვა. და დღეს ეხლა ვიღაცები რომ საუბრობენ ჩვენს ქვეყანაში, რომ აი ბრიტანეთის საელჩოზე და რაღაცა ისე აგდებულად, ჩვენ ვინ გვებძვის ხალხო, თქვენ წარმოგიდგენიათ? ქვეყანა გვებძვის, რომელიც უდიდეს სახელმწიფოების დემონტაჟს ახორციელებდა ლიბიის ხელისუფლების, ეგვიპტის, იუგოსლავიის. ჩვენ ფაქტობრივად ვართ აი რაღაცა ისეთ ბრძოლაში ჩართული, რომელიც დავითი და გოლიათის შერკინება ქვია ამ ყველაფერს. და აქედან გამომდინარე ჩვენ მარტო ვერ გავუმკლავდებით. და ეხლა კი ვართ ეხლა ჯერჯერობით რაღაცნაირად დგავართ, მაგრამ ეს მუდმივად ვერ მოხდება ის რომ შეინარჩუნო შენ ის რაც გაქვს. იმიტომ რომ გებძვის ეხლა ძალა აღმართ ხნავს ნათქვამია, როდესაც შენზე 100-ჯერ ძლიერი და 1000-ჯერ ძლიერი ქვეყანა გებძვის, როგორ შეიძლება მას გაუმკლავდე, ხო? ქფიტავს, ნელ-ნელა ქფიტავს რა. და ამიტომ მე ვფიქრობ რომ ჩვენ უნდა ავირჩიოთ მოკავშირეთ ქვეყანა ისეთი რომელიც ჩვენ დაგვიცავს და ჩვენი ეკონომიკის გადარჩენის მიზნით უნდა დავიწყოთ ისეთი ბაზრების ათვისება რომელიც აქამდე ჩვენთვის იყო ჩაკეტილი ხო? იმიტომ რომ ეხლა თქვენ კარგად იცით რომ ქართული პროდუქცია ოდითგანვე იყიდებოდა რუსულ ბაზარზე, ხო? ქართული სოფლის მეურნეობა იყო ეს თუ რეწველობის ყველაფერი იყიდებოდა იქ და რატომ ვერ მოხდა რომ აი ამ ბოდიში და 30 წლის მანძილზე დასავლეთმა საქართველოსთან ღვინის გარდა არაფერი არ გაიტანა. ისიც კიდე რა რაოდენობა, არაფერი დიდი არაფერი, ხო ძირი რაოდენობა უფრო რუსეთში გადა. ამიტომ უნდა შევძვლოთ ჩვენ ის რომ ბაზრის დივერსიფიკაცია, უნდა შევძლოთ პარტნიორში ჩამოყალიბება და მომზადება საზოგადოებრივი აზრი. ეხლა დღეს რო ხელისუფლებამ თქვას, მე რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები და რუსეთთან წავიდე, რომ შეიძლება ისინი რა ქვია, ობსტრუქციები მოუწყოს პარლამენტთან, იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს ხალხი იმას აპროტესტებდა, რა თქვინა რუსეთის დაბრუნებული აფხაზეთი და ცხინვალიო, როდესაც რაღაც მოლაპარაკებების ცდელობები დაინახეს, ხო? ამიტომ
ჩვენ გვჭირდება აი ამ საზოგადოებრივი აზრის მომზადებას კიდე ვინ უწყობს ხელს? ამას უწყობს ხელს ჩვენი ტელევიზია. ამას უწყობს კიდევ რამდენი ადამიანი, ექსპერტი და ამას უნდა გაღვივება. ჩვენც ეხლა გვზღუდავენ, თქვენც კარგად იცით, რომ როგორ გვებძვიან, რომ სილქნეზე არა ვარ ჩართულები, რომ მაგალითად Facebook-ზე დაბლოკილები ვართ და 1000 რაღაც სანქციები გვადევს. მართალ სიტყვას ებძვიან და დღეს აი თქვენ ერთი მომეწონა ბატონო ჯუბე რომ მითხარით მე რომ დღეს სამწუხაროდ ისეთი პროცესები მიდის პოლიტიკაში, ყველას გათხრა, ყველას გაბინძურება ხდება. იმიტომ რომ ხვალ და ზეგრო რაღაცა პროცესები დაიწყო, სუფთა ადამიანი არ დარჩეს. ხედავთ, ეხლა აი ჩატარდება არჩევნები, კიდე ვიღაცები ვერ მოიგებენ, დაიწყებენ ხელისუფლების გინება. ბიჭო, რაც ეხლა ხელისუფლება მოგწონს არ მოგწონს, ეგ სხვა თემაა, მაგრამ შენ რომ ვერ ხარ მოწოდების სიმაღლეზე, ეს ხალხი დებილი ხო არ არის, ხო ხედავს ამ ყველას რა. შენ რაღაცა ხო უნდა შეთავაზო ალტერნატივა, აღარ შეიძლება ერთი და იგივე. რაღაცა განსხვავებული ხო უნდა იმას ქნა რა. ეს არის პრობლემაც, ეს არის ხელისუფლების პრობლემაც, ის არის რომ საქართველოს ხელისუფლებას არ ყავს ნამდვილი ოპოზიცია. აი უბრალოდ გულწრფელად ვამბობ, რომ დღეს საქართველოში არ არის ოპოზიცია. კი, ძალიან რთული პერიოდი დგას, მაგრამ ის რომ 4 ოქტომბერს ეს სააკაშვილის ხროვ ვერაფერს ვერ გახდება, ამაში ორი აზრი არ არსებობს, იმიტომ რომ საქართველოს მოსახლეობის 95%-მა აირჩია მშვიდობა. ეს ხელისუფლება კი არა, მშვიდობა აირჩია ხალხს. თქვენ უნდა გაიგოთ ერთი რაღაცა, რომ ხალხს საზოგადოებას რომელსაც არ მოსწონს ეს ხელისუფლება, მიუხედავად მაგისა რომ არ მოწონს, მაინც ამ მშვიდობის საფასურად აძლევს მათ ხმას. და თქვენ გაპაზორდებით, აი ეს არჩევნები იქნება თქვენი დასამარების, აი ბოლო ლუსმანი დაეჭერება თქვენს პოლიტიკურ კუბოებზე. თქვენ მართლა უჯიშოებო, თქვენ მართლა უსამშობლოებო. ოღონდ თქვენ დაბრუნდეთ ხელისუფლებაში და საქართველოს არ არსებობდეს, თქვენ ეს გინდათ. ერთი რომელი უნდა დასხდეთ, მაგალითად ამერიკის პრეზიდენტი, რომელი ხართ ერთი საპრემიერო, ან საპრეზიდენტო კანდიდატურა რომელი ხართ? გიგაბოკერია? მშვიდობაში მოიხმარეთ და მოისარგებლეთ. ვინა მამუკა ხაზარაძე, ხაზინის და ხალხის ქურდი? მშვიდობაში მოისარგებლეთ. ვინ? ელენა ხოშტარია? რუსეთის ნომერ პირველი აგენტი. კაცო, ვიღაცას ერთი $50 რო რუსეთის ხელისუფლების ხაზინიდან გადარიცხულიყო დღევანდელი ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი თუ კიდე პატარა ჩინოვნიკისათვის ოჯახებში მიუვარდებოდეთ. თქვენ ვინმე მოგივარდა, თქვენ უჯიშოებო, უსამშობლოებო? არავინ იმიტომ თქვენ დონეზე არ დავდივართ ჩვენ უბრალოდ. ამიტომ რომ არც შეეცადოთ 4 ოქტომბერს არაფერს. იმიტომ რომ თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ხელისუფლება უძლურია, ხალხი არ ვართ უძლური. ხალხი არ ვართ უძლური. მე გამოვიარე 2004 წლიდან 2012 წლამდე თქვენთან ბრძოლის უმაღლესი კლასი და სკოლა. და ნუ გონიათ, რომ ხელისუფლების გარდა აქ სხვა თქვენ არ მოგთხოვს პასუხს. ვარ ჯერ დარჩენილი ძალა, რომელიც არ ვჩარმოთ და პირადად მოგთხოვთ იმ პასუხს. ერთი გაბედეთ მარტო. გაბედეთ 4 ნოემბერს, ის 4 ოქტომბერს ერთ ფოთოლი ჩამოაგდეთ რუსთაველზე. აი მე მიიღებთ იმას, რასაც იმსახურებთ. და მე თქვენი ბანი რომ არის, სიმღერაშიც რო არ ვარგა უკვე. ის სიმღერებს, კარგ სიმღერას. ასე რომ საქართველოს მოქალაქეებს მოგეწოდებთ, ვიყოთ ძალიან ფრთხილად. ეს ქვეყანა მათი არ არის, ეს ქვეყანა ჩვენია, პატრიოტების არის. ეს არის ჩვენი ქვეყანა. მე ვფიქრობ ბატონო ჯუმბერ რომ ხელისუფლებამ პირველ რიგში უნდა იზრუნოს, რა თქმა უნდა, იმაზე რომ არ მოხდეს მორიგი რაღაც ვარდების რევოლუციის გავსი რამ და ასევე უნდა იზრუნოს თავის მხარდამჭერებს.
ვის გაგულისებაზე და არ მოხდეს და განაწყენება და ხუში ჩაფურთხება. მე გარკვეულწილად რაღაც გარკვეული შებოჭილობა მაქვს, იმიტომ რომ თქვენს კარგად იცით რაღაცების გამო თლად ბოლომდე ვერ ვიქნები გახსნილი, იმიტომ რომ რაღაც პროცესები მიდის ჩვენი ტელეკომპანიის ირგვლივაც და რაღაცების გამო იძულებული ვარ ცოტა რბილად ვილაპარაკო და თავი შევიკავო. ის ხალხი, ვინც ბოდიში და რაღაცა ზამსახურება საქართველოს წინაშე, არ უნდა იქნენ ჩაწიხლულები. ის ხალხი, ვინც ასევე მუდღენიადაკ იმაზე ფიქრობდნენ, რომ რაღაცა ქვეყნისთვის გაეკეთებინათ, არ შეიძლება, რომ მათი სახელები იქნეს უგულვებყოფილი და წაბირწული. დღეს მე განცდა მიჩნდება, რომ ვისაც რამე ავტორიტეტი გააჩნია, ყველას ავტორიტეტის განადგურებაზე მიდის მუშაობა. რომ ამ ქვეყანაში არ უნდა დარჩეს ადამიანი, ვისაც სახელი ექნება, ხვდებით? არ უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც რაღაცა გარკვეულწილად სიტყვა ეთქმის საზოგადოება. ყველა უნდა იყოს, აი ვიღაცამ უნდა, აი რაღაცა რომ დაისეს, აბა მე არ გინდება, აბა შეხედეთ ამათ ესენი ჩემზე უარგისები არიან. აი ჩვენ ნახეთ, აბა მე კაი არ გინდებოართ, მაგრამ ესენი ხო ჩემზე უარესები არიან. აი ესეთი განცდების შექმნის გარკვეული ის არ უნდა იყოს ცელობი. ბატონო გორს გუშინაც ძალიან მძიმე ეთერი გქონდა თქვენც და ჩვენს სტორებს დღესაც, მაგრამ მე ღრმათა ვარ დარწმუნებული, ბატონი გიორგის მე პირადად არ ვიცნობ, მაგრამ მისი გამარჯვებებით მე მიხარო და ბევრჯერ გავუხარები ვარ მისი გამარჯვებებით, ბევრი მსმენია გორშიც და საქართველოს სხვადასხვა კუთხეებშიც მისი პატრიოტიზმის შესახებ და მე რატომაც ღრმათა ვარ დარწმუნებული, ეს არის რაღაც გაუგებრობა ყველგან ხდება. იცი რა, გაუგებრობა და შეცდომები არ ხდება იქ, სადაც ვინმე არაფერს არ აკეთებს. აქედან გამომდინარე ხელისუფლება, რომელიც რაღაცებს აკეთებს, იქ არის შეცდომები, მთავარია, რომ ის შეცდომები ვაღიაროთ, გავიგოთ და შეცდომებს უპასუხოთ, შეცდომების გამოსწორებით. ზოგადად ბოდიში ხდის ძლიერი ხალხი. თორე სლაბი ადამიანი, აი სუსტი ადამიანი ბოდიში არ მოიხდის, იმიტომ რომ იმას გონია რომ ბოდიში მოხდა რაღაც თავდახრილობას ნიშნავს და ასე შემდეგ. ეს ასე არ არის. ასე რომ მე მგონია რომ ბატონი გიორგი თქვენი კომპანიის დამფუძნებელი არის გაუგებრობაში მოყოლილი და მე და ღრმათა ვარ დარწმუნებული რომ გაერკვევა პროკურატურა, გაარკვევს ამ ყველაფერს. მე უბრალოდ გიორგი არ არის დასაკარგი, ერისათვის დასაკარგი ადამიანი. მით უმეტეს ახლა რომ ჩამოთვლილი იყო იქ სია მთელი კომპანიების, იცი ლოგიკა თავის იმას მოითხოვს რაღაც გარკვეულწილად. თუ ადამიანს ბევრი კომპანია აქვს, ძალიან დიდი შემოსავალი აქვს, არავინ არ გაიხდის თავის კომპანიებს დარტყმის ქვეშ არ დააყენებს რა. ეხლა შეიძლება კაცს მილიონი ქონდეს და ის მილიონი რისკის ქვეშ დააყენოს რაღაცა ბოდიში $10,000 გამო მაგალითად. გამორიცხულია. რაში მჭირდება ისედაც მაქვს შემოსავალი და რატო უნდა დავაყენო გინა 10, გინა $100,000 გამო. ხო, მაგრამ ხო ხდება არ მინდა თემების გამცობა, მე არ მაქვს უფლება ვილაპარაკო. არა, მე ვფიქრობ რომ გასაგებია, გაიგროვა კი ბატონო ყველაფერი. მე მინდა რომ ამით ჩვენი გადაცემა დასასრულისკენ მიდის, დაგვემშვიდობა მაყურებელს, მადლობა ბატონო ჯუბერ მობრძანებისათვის. მადლობა თქვენს მოწვევისათვის. და მე მინდა რომ შეგახსენოთ, რომ ხვალ გვექნება ჩვენ საინტერესო ფილმის ჩვენება, რომელიც ეხება ზონდერ ფაშისტურ ფემინისტურ სექტას და ერთ-ერთ დაზარალებულ ბიზნესმენს, რომელიც მსხვერპლი იყო აი ამ სისტემის. კარგად ბრძანდებოდეთ.